მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კუსტურიცას ჟანრს ახსენებს იაგო ხვიჩიას. რა გეგმით მიდის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისკენ გირჩი, რას ნიშნავს მათთვის ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობა და რას თავაზობს თავად გირჩი ამ მომრჩეველს. იაგო ხვიჩია აქტუალური თემის სტუმარი, იაგო საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. იაგო, დიდი მზადება არის, რასაც უყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციაში 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდ პროტესტთან დაკავშირებით, როგორც ისინი თავად ამბობენ, რასაც თქვენ მოიხსენიებთ ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ 4 ოქტომბრის აქციას ამ შემთხვევაში და შეკრებას, არამედ ზოგადად პროცესს უწოდებთ ცირკს, სპექტაკლს, ამბობთ რომ კუსტურიცას ჟანრიდან არის ეს ყველაფერი. საინტერესო არის რა არის, როდესაც იგივე ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობაზე არის საუბარი. თქვენეული განმარტება რა არის? პირველ რიგში ეს მაინტერესებს იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აი ამ მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები ბოლო დღეების განმავლობაში. მე ზოგადად სერიოზულად ვერ უყურებ ამ პროცესს. მე ზოგადად ერთ-ერთი ხო სერიოზულად ვერ უყურებდი იმას, რომ ხაბები ძინას ემუქრებოდა დამხობით. ამას ვერ უყურებდი სერიოზულად. ისევე როგორც გასულ წელს ამ დროს ლელო ემუქრებოდა ბიზნეს მოსკოვში გაშვებით 20 დღით თუ რაღაცა დარჩაო რომ იძახდნენ. დღეს და საათებს ითქვენ როგორც მახსოვს კი ბატონო. მე ვერ უყურებდი სერიოზულად ვერც დღეს ვერ უყურებ სერიოზულად იმ კამპანიას ბიზნეს შეეშინდა და ამიტომ რაღაცა ხაბე დაიჭირა და ზოგადად მთელი ეს პროცესი რაც არის ჩემთვის ერთ დადგმულ სცენარს გავს. აი თითქოს ერთი რეჟისორი ყავსო, რომელიც სხვადასხვა როლებს ანაწილებს, საჭირო დროს გაყავს გმირები თამაშიდან და შემოყავს ახალი გმირები, რომ ადამიანების ყურადღება სულ იყოს გაფანტული რაღაც უაზრო საკითხებზე. არავინ არ კონცენტრდეს თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან. არამედ კონცენტრაცია მოხდეს სადღაც უაზრობაზე, შუადღისას. მე ეს ხალხი უნდა გაატარონ ქუჩები აწერტილიდან ბეწერტილამდე და ამით უნდა მორჩეს ეს ამბავი. მე ვიღაცა გაბრაზდება, ვიღაცა კიდე იტყვის რომ არის დატყვილად დაშალეთ ხალხი და საბოლოო ჯამში არავის არ დაბრალდება, იმიტომ რომ არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ დღეზე მოგეხსენებათ. ვინ თვითონ პასუხისმგებელი იყო, ის გაარიდეს პასუხისმგებლობას და ჩასვეს ციხეში. შესაბამისად ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ციხეში ვარო იტყვის დანარჩენმა. არავინ არ იცის რა ხდება ჩემი ინფორმაციით, იმიტომ რომ ვინ არის ამ ყველაფერს, ვინ შეიძლება იდგეს? ამ ყველაფერს ვინ შეიდგეს? აი ვინ რომ დგარიყო ხაბეიშვილს ტყვილა ხო არ დაიჭერდნენ? საჯარო განცხადებების გამო ხო რაღაცას ხო დადებდნენ, ანუ ცნობილში ჩემთვის ის რომ არაფერი არ იგეგმებოდა დაამტკიცა ხაბეიშვილის დაჭერამ, იმიტომ რომ იმდრად ისტერიულად და არაფრის გამო დაიჭირეს, რომ შენ თუ მართლა ფიქრობ რომ ვიღაცა რაღაცას აკეთებს, სუმცირე რამეს მაინც დადებდი საზოგადოებისთვის, რომ აი კაცი ნახე რას აკეთებდა და თურმე კაცი არაფერს არ აკეთებდა, ამას ვიძახით ჩვენ რომ არაფერი არ ხდება და იმისთვის რომ აი იმის მიუხედავად თქვენ ამბობთ რომ ეს ყველაფერი სპექტაკლს გაგონებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც ფაქტი არის რომ ოპოზიციას აქვს გარკვეული მოლოდინები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბურჭულაძის განცხადებები გავიხსენოთ რომ 20 საათზე უკვე ხელისუფლება უნდა იყოს გადმობარებული. როგორი იქნება თქვენთვის, მოდი ასე გკითხავთ 5 ოქტომბერი, გირჩისთვის როგორი იქნება, რა გეგმებით მიდიხართ და როგორ წარმოგიდგენთ? იმედია საზეიმო და ისეთი რომ სტიმულს მომცეს მეორე ტურისთვის მომემზადო. იმედი მაქვს რომ ასეთი იქნება 5 ოქტომბერი. ეს დამოკიდებულია საარჩევნო შედეგებზე. იმიტომ რომ თქვენ ახლა იცით რომ სინამდვილეში ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის. ჩემს და ბატონ კუპრაძეს შორის. იმიტომ რომ პირველ ადგილზე პირველ ტურში მეგონი გასაგებია რომ კალაძე იქნება. საუბარი მდგომარეობს იმას, იქნება თუ არა მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში. ამიტომ კითხვა დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. კითხვა ვინ გავა მეორე ტურში და იქნება თუ არა მეორე ტური. რჩება მხოლოდ ეს. შესაბამისად 5 ოქტომბერზე რადგანაც მეკითხებით, მე მინდა რომ 5 ოქტომბერი იყოს ისეთი, როდესაც ქართველი ხალხი მიხვდა, თბილისელები მიხვდა იმას, რომ მე უკეთესი კანდიდატი ვარ ვიდრე ბატონი კუპრაძე მიუხედავად ლელოს რესურსებისა და მომცემ საშუალებას რომ გავიდე მეორე ადგილზე და მე თუ მეორე ადგილზე გავდივარ, მაშინ მეორე ტური არის ისედაც ჩემი აზრით. თქვენ იყავით ლელოს ოფისში, ქონდათ შეხვედრა, ხომ? გამართეთ შეხვედრა. რაზე შეთანხმდით საბოლოოდ ან შეთანხმდით იყო თუ არა, თქვა გაცილებით ვრცლად ისაუბრეთ თუ არა ამ საკითხზე, როდესაც ეხლა დღეს ამბობთ. კი, რა თქმა უნდა, მე ხო პირველად მომცემს იმის საშუალებას რომ გავიდე მეორე ადგილზე და ასე შემდეგ გარკვეული მოლოდინები გაქვთ, ფაქტია. მე გეტყვით როგორ დაიწყო ეს ისტორია. ერთ-ერთ ტელევიზიაში მე ვთქვი რომ ვფიქრობდით რომ ქუთაისში წასულიყავი მერობის კანდიდატად. რაზეც ბატონი კუპრაძე გამოვიდა ბატონ გიორგი თარგამაძესთან გადაცემაში და თქვა რომ ეს იაგოს ეს აქციელი არ არის სწორი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ასე ეხმარება. იგულისხმება ის რომ მე ჩემი კანდიდატურის თბილისში დაყენებით შემეძლო ხმები წამერთვა
კალაძისთვის, ხო, ქართული ოცნებისთვის, რაც გაზრდიდა მეორე ტურის შანსს და თუ თბილისში დარჩებოდა ორი კანდიდატი, იქ აპრიორი პირველივე ტურში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მე მივიღე ეს კრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. მივიღე ეს და ესეც ვუთხარი და ვუთხარი, რომ შენ ეს არგუმენტი რომ არ გქონოდა, აი მე უარს ვამბობ ქუთაისის მაგივრად წამოვედი თბილისში, მაგრამ ახლა შენივე არგუმენტს გეუბნები. რომ აი თუნდაც იმ მოტივით რომ მეორე ტური იყოს, მარტო შენ და ბატონი კახი არ უნდა იყოთ. მეც უნდა ვიყო აქ და მეც რომ ვიყო, მოვედი, თქვენ გაქვთ ტელევიზიები. თქვენ შეგიძლიათ ახლა მე მამუშაოთ ისე რომ გამომაჩინოთ ტელევიზიაში რომ ქართული ოცნების ამორჩევლებს ველაპარაკო. რადგან შევთანხმდით იმ გაგებით რომ 2x2-4-ს ვლაპარაკობდით და როგორც რასრული ნორმალური ადამიანები 2x4-ზე არ კამათობენ, ასე არ გვიკამათია. მაშინ მე ვუთხარი რომ მე ზოგადად ესე ჩავთვლი რომ შენ ქართულ ოცნებას ნამდვილად ებრძვი იმ შემთხვევაში თუ გააკეთებ ყველაფერს მეორე ტურის შესაქმნელად და მეორე ტურის შექმნა ის არის რომ რასაც ახლა მე შენ გეუბნები და თუ ამისთვის არ იბრძვი და იბრძვი რომ შენ მეორე ადგილზე გახვიდე, მეორე ტურზე კი არა, მეორე ადგილზე გახვიდე, იმიტომ რომ ნაცები, რომლებიც არ მონაწილეობენ, ეგენი ჩააჩოჩო და შენ ვითომ იყვი რომ მე ვარ თავარი ოპოზიციაო, მაშინ მე ჩავთვლი რომ შენ ქართული ოცნების თამაშს თამაშობ, შენ რა გლელო. იმიტომ რომ ეს არის ქართული ოცნების თამაში. მის მერე გავიდა არგუმენტი მათი ის არის რომ რატომაც არა მეორე ადგილისთვის რატომ არ უნდა იბრძვიდეს. არა ეს არ უთქვიათ ეს უბრალოდ არასერიოზული იქნებოდა მაშინ რაზე შეხვდით ერთმანეთს თუ მეორე ადგილისთვის იბრძვი და არ იბრძვი რომ კალაძეს მოუგო მაშინ რატო გადიხარ არჩევნებზე ბოიკოტ რატო უღალატე მოღალატე სახელი რატო შეიტანა ის რომ თქვათ ლელოს კონდეს იმის ილუზია რომ გავა პირველ ადგილზე ამოცემულობაში იმის გათვალისწინებით რომ რეიტინგები დათვლადია ასე თუ ისე. არა ჩემი აზრით ლელოს პირველ ადგილზე გასვლა არ ევალება. ლელოს მინიმუმი პროგრამა მინიმუმი არის თბილისში მეორე ტური. იმიტომ თვითონ გაზომეს ხო გახსოვთ? მე კი ამჯერ ამ ჩემი სეხნის კვლევების, მაგრამ ხო გაზომეს და ხო თქვეს, რომ თბილისში ხოცებს 25% აქვს რეიტინგიო. და ეს იყო გადაწყვეტილების შეცვლის ერთგვარად შეცვლის. დიახ, ეს იყო ოფიციალური არგუმენტი. ანუ საბოლოო ჯამში 25% რო ხონდა ხოცებს და შენ რო რაღაცა ტაქტიკა ჩაატარე, ფოკუსი და პირველივე ტურში რომ მოიგო კალაძემ. ეს ხო კატასტროფა არის. იმ ხალხს აზე უღალატე, დაჭერილების ოჯახებს ჯერ ეუბნებოდი რომ ბოლომდე ვიბრძოლებ ამას ვიზამ. იმას რატო უღალატე? ნაცებს რატო უღალატე 4-5-95 რო ერთად გაყვიროდით. გახარია სატო შეეკარი რომლის გამოც საერთოდ მოხვედი პოლიტიკაში. ის რო არ ყოფილიყო და იმას რო არ გაებრაზებინა არც აპირებდი პოლიტიკაში მოსვლას. და ეს ისეთი დომხალია ეს საბოლოო ჯამში. პოლიტიკაში ხომ გადაწყვეტილების ცვლილება ეს არ ახალია და არა, ხო, მაგრამ ეს უნდა იყოს ლოგიკურად ახსნადი დასაბუთებული გარემოებათა ცვალებადობის გამო. რაღაც გარემოება შეიცვალა, მე ხო დეგენერატი ხო არა ვარ, მე ცვლი რაღაცას, ხო რა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამის საწინააღმდეგო ახლა რომ დავასრულო ეს ბოლომდე რომ მივიღო. ამის საწინააღმდეგო აზრი არ ყოფილა. ჩვენ დამატებისთან დავიშტობეთ ერთმანეთს რომ ადამიანი რომელიც შეთანხმდა რაღაცაზე და შესაბამისად ყველანი ფიქრობდით რომ შესაბამისი მოქმედება მოყვებოდა ამას, მე გამოუშვეს ბატონი ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე ციხიდან მე კიდევ ერთხელ მოვიკითხე ეს საქმე რომ რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით და როდესაც აქამდე არაფერი არ შეიცვალა, მე გადავწყვიტე საჯაროდ ველაპარაკა. საჯაროდ ველაპარაკა, რაც ვიცოდი, რაც პირადი გამოცდილებით ჰქონდა, აი ის კრიტიკა, რომელიც ჩემს მიმართ იყო, რომ თითქოს მე ხოცებთან ვიყავი შეკრული, ამიტომ გავბოდი ქუთაისში. ამის ნაცვლად მე აქ მოვედი და მეორე ტურისთვის საჭიროა, რომ მე ვიყო ოპოზიციურ არხებზე ხშირად იმისთვის რომ მართლა ორ ადამიანს შორის კი არ გადანაწილდეს ხმები, მესამე შემოვიდეს თამაში და შეიძლება ორივემ დაკარგოს ერთმანეთი მეორემ ნაკლები, მაგრამ მეორე ტური მოხდეს. ხო და ეს ხო ძალიან, ანუ საქმე მან შენ მან წარმოგაჩინოსო, ხო, როგორც სახარებაში წერია. ეს არის უტყუარი ამბავია, სიტყვებს არ უნდა ენდო, ემოციებს არ უნდა ენდო, მარტო საქმეს. მე მარტო საქმე გვარამიას შემთხვევაში დრო გამოვიდა გვარამია თავის დროზე ციხიდან, ასე მე მაგასაც ეგუთხარი. რომ მე თუ დავინახავ რომ შენ მარტო მიშასხებზე მუშაობ, მე არ მიშვებ შენს ეთერებში. და არანაირი ხოცების ხმის წარწმება შენ არ გინდა. მე რა დამაჯერებს რომ შენ ციხიდან შემთხვევით გამოგიშვეს პრეზიდენტის შეწყალებით. მე ხო 100%-იანი ჩავთვლი რომ შენ იმიტომ გამოგიშვეს რომ ნაცები დაშალო. და ახლა ეგრევე ვფიქრობ, იმიტომ რომ მას ასეთი საქმე მოყვა. თუმცა მანამდე მე სანამ საჯაროდ ვიტყოდი, გვარამიასაც პირადად ველაპარაკე, ბატონ კუბრაძესაც პირადად ველაპარაკე. ზოგადად სანამ ჩვენ საჯაროდ მის პრეტენზიას ვეთქვით, სულ პირადად ველაპარაკებთ. მაგრამ როდესაც ვერ ღებულობ დასაბუთებულ პასუხებს და როდესაც რაღაც ხვდები რომ 100%-იანი უხერხულად მართალი რო ხარ და ამას რო არ იმჩნევენ, მაშინ შეხვდები რომ რაღაც სხვასთან არის საქმე და არა იმასთან რაც შენ გონია, ანუ რეალურ ბრძოლასთან.
იაგ, როდესაც იგივე ელექტორატზე არის საუბარი და არჩევნებზე ამომრჩევლის რაოდენობის მისვლასთან დაკავშირებით, თქვათ, გარკვეული პროგნოზები კეთდება. მაშინ, როდესაც პარტიები არიან ბოიკოტის რეჟიმში, ცხადია, რომ ეს თქვენთვის გარკვეულწილად არის ხელშემწყობი იმისთვის, რომ მიიღოთ უფრო მეტი ხმები, ხომ? გაქვთ აი ამ ტიპის მოლოდინი, რომ შესაძლებელია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების ამომრჩეველმა სწორედ თქვენ მოგცეთ ხმა. ჩვენ ამის მოლოდინით გვაქვს, მე არ ვიძახი 100%-ით. გაყვებიან თუ არა ისინი ბოიკოტში ამ პარტიებს? ამომრჩეველი გაყვება თუ არა მათ ბოლომდე როგორ? ვიღაცა აუცილებლად გაყვება, იმიტომ რომ ჯერ ისეთი პროპაგანდის ნიაღვარია, რომ ვიღაცა აუცილებლად გაყვება. მაგრამ ყველას სულის ხსნა ვერ იქნება ამოცანა. შენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, რომ ასეთი ტიპის, აი როგორ გითხრათ, აი ნაცებმა ხო თვითონ თქვენს უარი ფაქტობრივად 5 ნომერზე. უარი თქვენს პარტიაზე. უარი თქვენს საკრებულოში უამრავ წევრებზე, რომლებიც რამდენი ხანია 15-20 წელია უკვე იგზიან, რაღაც გამოცდილება აქვს. ადამიანებს თანამდებობები დააკარგვინეს და რაღაცა სტატუსები დააკარგვინეს, რაც ჰქონდათ. რატომ? ვინმე შეიძლება ეს თქვას? ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართულ ოცნებასთან დაალაგდნენ ასეთ თამაშის სტილზე, იმიტომ რომ საღი აზრით ეს ხო სხვანაირად არ იხსნება. და ამ ადამიანების ახლა რომ ყველა დაუჯერებს ამ სიგიჟეს და 4-ში რაღაცა გამოვა და რევოლუციას იმედად იქნება, მე ამჯერა. არც იმის არ მჯერა, რომ ყველა საღაზზე იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიღაცა გვიყურებს, მათ შორის ნაცმოძრაობის ერთგული წევრი, რომელიც ვერაფრით ვერ გადაიბირეს, ვერ მოისყიდეს, ვერაფერი ვერ უქნეს ხოცებმა და ნაცებმა უღალატეს შუაგზაზე და პარტია გაუუქმეს. და პოლიტიკიდან გააქრეს, ისე რომ არც კი კითხეს აზრი. და მე ასეთ ხალხს ნორმალურ ადამიანებს, რომლებიც ამდენ ცდუნებას გაუძლეს, მაგრამ აი ხელის სისხლში არ აქვს გასული და რამე ამორალური ადამიანები არ არიან, ჩვენ ასეთ ხალხს ვეპატიჟებით. იმიტომ რომ ვიღაც ადამიანები არიან რეგიონებში აქტიურები პოლიტიკურად, ადამიანთა უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს ეს აქტივობა. და ვისაც ეს აინტერესებს, ან ერთ პარტიაშია ნამყოფი, ან მეორეში, ან მესამეში, ან ახლა იწყებს გირჩი თავის კარიერას. ამიტომ ის ხელის ყრა, რომელიც ნაცებმა მოაწყვეს ფიზიკურად თავიანთი ამომრჩევლის მიმართ და რომელსაც ჩვენ ვეპატიჟებით, მე მგონია რომ რაღაც შედეგის მომტანი იქნება, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი ტრადიციული ამომრჩევლის იმედად ვართ პირველ რიგში და ასევე ვართ რაღაცნაირად იმედი გვაქვს ქართული ოცნების ამომრჩევლისას, რომელსაც ამდენი წლის მერე 13 წლის მერე პირველად აქვს შანსი ნაცების შიშის გარეშე გააკეთოს არჩევანი. არ ეშინოდეს, ანუ არგუმენტი შენ იმიტომ არ გირჩევ იაგო, რომ ნიშა დაბრუნდება, აი ამას ვერ მეუბნება. და იმედი მაქვს, რომ მათ შორის ქართული ოცნების ბევრი ამომრჩეველიც, თუნდაც ამ არგუმენტით, რომ ნაცების საფრთხე არ არსებობს. და თუნდაც იმ გაგებით, რომ ჩემზე ხმის მიცემა ახლა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა დაბრუნდება და ვიღაცას რევოლუციას მოაწყობენ, იმედი მაქვს, რომ მათგანაც მივიღებ ხმებს. იაგო, ერთგვარი გზამკვლევი რამდენად იქნება ეს არჩევნები, როგორ ფიქრობთ იმისთვის, ვინ დარჩება საბოლოოდ პროგნოზს გთხოვთ ფაქტობრივად. საბოლოოდ გულისხმობ არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში, აქტიურ პოლიტიკაში და ვის მოუწევს სცენიდან გასვლა. რადგან თქვენ ამბობდით, რომ პარტია არსებობს, პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის, რომ ემზადებოდეს არჩევნებისთვის, ან პარტია ასე სხვა შემთხვევაში ემზადება რევოლუციისთვის. რამდენად ხედავთ ან რევოლუციის რესურსს დუღილის ტემპერატურას საზოგადოებაში ნიშნულზე, რომ მართლაც თქვათ გამოვიდეს ერთგვარად რევოლუცია და ნუ რასაც უყურებთ, ფაქტია, რომ დიდად იმედიანად არ უნდა იყვნენ. ეს ერთი, მეორეს მხრივ, ეგრეთ წოდებული დამხობის მომხრეები, ვინც არიან, მშვიდობიანი დამხობის მომხრეები, რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს სამომავლოდ 4 ოქტომბრის შემდეგ და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და აქვე კითხავ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, აქტივობები როგორი არის, წინასაარჩევნო პერიოდი როგორი არის, თქვენ როგორ ემზადებით არჩევნებისთვის და რა შეიძლება ხუთისთვის შეკითხვა გაგისვით. წინასაარჩევნო პერიოდი არის მოწყენილი სამწუხაროდ. და ყველაზე მდუმარე ალბათ ქართულ წინასაარჩევნო პერიოდებს შორის. ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით და დაგველაპარაკეთ ხალხო. გახსენით საკუთარი მედია საშუალებები. გახსენით უნივერსიტეტები. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი ქარტეხილია გადავლილი ბოლო პერიოდის განმავლობაში სტუდენტების თავს. რამდენი ციხეში ზის, რამდენი რაღაცა უაზრო აქციაზე დადის დღემდე, რამდენი ადამიანი როგორ ტყუილა გაიშარა. და უნივერსიტეტები დაკეტილია პოლიტიკური აზრისთვის. აი ყველა უნივერსიტეტი ქვეყანაში, კერძო, არაკერძო, საჯარო, არასაჯარო, ყველა დაკეტილია დისკუსიისთვის. და სად უნდა იყოს დისკუსია თუ არა უნივერსიტეტში. და ეს დისკუსიის არარსებობა საბოლოო ჯამში ბოღმას იწვევს ქუჩაში. და ჩვენ სტუდენტებს ვზრდით, როგორ გითხრათ? სტუდენტებს ვზრდით, აი პოლიტიკურად რაფინირებულად. ბავშვები ამთავრებენ უნივერსიტეტს და უცბად არ იციან, რას ნიშნავს პოლიტიკური პროცესი.
არც მონაწილეობენ, არც პოლიტიკოსი იციან ვინ არის, არც სწორზე და არასწორ პოლიტიკურ ქცევაზე აქვთ საშუალება ინფორმაცია მიიღონ. და უბრალოდ რატომ ფიქრობთ ასე? იმიტომ რომ დაკეტილია ყველაფერი გაჯეტების საუკუნეში. არა, გაჯეტები რა შუაშია. თავარი არის ადგილი, სადაც ადამიანები საუბრობენ. მიღების პრობლემა. ინფორმაცია არ არის თავარი. ნახეთ, მე და თქვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია. არა, მე ინფორმაციაზე არ ვსაუბრობ. მე და თქვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ნიუსის შესახებ. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთს. არა, ახალ ამბებს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. აბა რას გულისხმობთ? არა, მე ხო სრული ინფორმაცია შეიძლება. ხო, ნახეთ, ინფორმაცია, დებატი ხო ინფორმაციის მისაღებად არ არის. დებატი არის იმისთვის, რომ დავადგინოთ ორმა სიმართლის დადგენას მოწყურებულმა ადამიანმა დავადგინოთ რა ჯობია. შეხვედრები თუ დებატები უნდა გაიმართოს სტუდენტებთან შეხვედრას. უნივერსიტეტში აკრძალულია პოლიტიკაზე ლაპარაკი უნივერსიტეტებში. ყველა უნივერსიტეტს ამბობს, რომ მე ვარ აპოლიტიკური. და რატომ მაგალითად რა მოხდებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში ყოფილიყო დისკუსია ბოლო პერიოდში რაც ხდებოდა იმ ყველა მართებული იქნებოდა აქტიურად სტუდენტების ჩართვა პოლიტიკაში ამას გულისხმობ. სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართულები? პოლიტიკაში უნდა იყოს ჩართული, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს. მაგრამ ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, ის თუ არ ჩაერთვება უკეთესია. ჩვენ სტუდენტებს და ახალგაზრდებს პოლიტიკაში ვრთავთ ტიტუშკების ფორმით. და მე არ მინდა რომ რაც არ მინდა ნამდვილად არის ის რომ სტუდენტი ტიტუშკის ფორმით არ იყოს აქციაზე. და ის რომ არ იყოს ტიტუშკის ფორმით, მას თავში აზრი უნდა ქონდეს. აზრს ვინ უდევს? აზრი სტუდენტის თავში პროფესორთან საუბრით, თანაკურსელებთან საუბრით, დისკუსიებით. მეცნიერებაზე იქნება ეს თუ პოლიტიკაზე ყალიბდება. ეს აქციებზე რასაც უყურებთ, მაგალითად, იაგო, როდესაც საუბრობთ, რომ უნივერსიტეტები არ არიან ჩართულები და სტუდენტები არ არიან, მართლაც რეალურად ეს შეგრძნება გაქვთ და ანუ მე ძალიან მინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარო საჯარო ლექცია მაგალითად. კონკრეტული უნივერსიტეტები მაგალითად აქტიურად ჩართულები. არა, არც ერთი არ არის ჩართული. ჩემი აზრით, ყველა ღალატობს საკუთარ სტუდენტებს. და მთელი პრობლემა მაშინ გვაქვს, რომ დაუცველს ტოვებენ საკუთარ სტუდენტებს. და ნახეთ რას გულისხმობ. იმას გულისხმობ, რომ მე მაგალითად ძალიან მინდა საქართველოს ყველა უნივერსიტეტში თანახმავარ აი ახლავე ჩავატარო მართლა საჯარო ლექცია. ზოგადად აი რაც აქციები მიმდინარეობს ახლა ჯენზის რო უკავშირდება, ჯენზის სახელით რო კეთდება. და მინდა დავუმტკიცო ამ ხალხს რომ ეს მცდარია. და 395 დღით 295 დღით რო ამაყობენ გზის გადაკეტვის, ეს რომ აბსურდია. და მინდა რომ ამაზე საჯარო დისკუსია მქონდეს. რატომ არის აბსურდი? რატომ მეკრძალება? ვინ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს? როგორ? რატომ არის აბსურდი? რა რატო არის აბსურდი? ის რომ წარმოიდგინეთ, როგორ გითხრათ, იდეოლოგია, პოლიტიკური აზრი, დისკუსია, დებატები, პოლიტიკა ყალიბდება უნივერსიტეტში. უნივერსიტეტები ამ მიზნით იქმნებოდა. ანუ უნივერსიტეტი თელ ისტორიულად იქნებოდა იმისთვის, რომ პროფესორი და სტუდენტი ყველაზე დაცული ყოფილიყო. იქ როგორ შეიძლება შენ გტაცებდნენ უდანაშაულო სტუდენტებს, ციხეში სვამდეს ვიღაცა და ამაზე პროფესორი და უნივერსიტეტი ხმას არ იღებდეს. ანუ იცით როგორ არის საბჭოთა კავშირში ბევრი წარმატებული პროფესორი ბრძანდებოდა და ბევრი კარგი დარწმუნებული ვარ, კარგი საქმის სპეციალისტი. დღეს ვიდეო ჩავწერე ამას და ერთი ჩემი მეგობარი, უფროსი მეგობარი იყო შეწუხებული, რომ შენო ყველას მიაყენე შეურაცხყოფა. მე არ მინდა ყველას მივაყენო შეურაცხყოფა, თუნდაც ვინც საბჭოთა კავშირში კარგი პროფესორი იყო უნივერსიტეტში და თავის საქმეს კარგად აკეთებდა, მაგრამ უნივერსიტეტი როგორც მოვლენა, საბჭოთა კავშირმა ხო სინამდვილეში გააცამტვერა და ამოცანად სტუდენტის მიმართ სოლიდარობა კი არ დაუსახა, არამედ მისი ხელისუფლებისთვის მორჩილი მოქალაქის აღზრდა. ბევრი კარგი პროფესორი არსებობდა, მათ შორის საქართველოში, ბევრი ტექნიკური, ფიზიკის, ქიმიის ვიღაცები, რომელიც ამას პირდაპირ არ აკეთებდნენ, მაგრამ უნივერსიტეტის მორალი, აი, როგორც სასწავლო დაწესებულების მორალი, ხო, ყოველთვის ის იყო, რომ მოეძებნა თავისუფალი აზრი, თავისუფლად ყოფილიყო დისკუსია შესაძლებელი და როგორც კი საბჭოთა კავშირი მოდის და დღეს სხვათა შორის მარტო საბჭოთა კავშირში კი არ არის ეს, ბევრ უცხოურ უნივერსიტეტში სოციალიზმის გამო მეოთხე თაობის ფემინიზმის და იდენტობის პოლიტიკის გამო ზუსტად იგივე შედეგებამდე მიდიან. მაგრამ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ხომ არ შეიძლება იყოს საუნივერსიტეტო ტრადიცია და რომელ უნივერსიტეტში ისმის ამ წუთას პოლიტიკური სიტყვა. რატომ არ მიშვევენ მე უნივერსიტეტებში, რომ სტუდენტებს დაველაპარაკო რომ ცდებიან? რატომ არ ჯდებიან უნივერსიტეტის პროფესორები პოლიტიკაზე სალაპარაკოდ და სწორზე და არასწორზე სალაპარაკოდ? რუსეთი რა არის და ევროპა რა არის? ამაზე სალაპარაკოდ რატო არ ჯდებიან საჯარო სივრცეში? და ამ ცოდნის გარეშე როტოვებ ახალგაზრდას. აი ამას რო დისკუსიას ორ განსხვავებულ აზრს რომ ერთმანეთში არ ელაპარაკებ და ამის პასუხს არ მოასმენინებ. ისე რო უშვებ აქციაზე.
სადაც ზოგჯერ ხაბე უყვირის რომ აბა დავამხოთ ვიღაცაო, ზოგჯერ ვიღაცა უყვირის პარლამენტში შემოდიოს, ზოგჯერ უყვირის რომ რაღაცა ისროლეო და ამის გამო რომ იშარება და ციხეში მიდის. ვისი პასუხისმგებლობაა? შობელმა უნივერსიტეტში რომ მოგიყვანა, ის ხო შარში რომ გაეხვეს, ამისგანაც უნდა დაიცვა. უნივერსიტეტი ამიტომ ხარ, ცხოვრებას ასწავლი და სინამდვილეში არა საგანს რაღაცას, არამედ ცხოვრებას და ეს არის თქვენი პოზიცია, გასაგებია თქვენი სურვილები, გასაგები არის. მე მაინტერესებს ერთგვარი გზამკვლევი, რაც კითხეთ თავდაპირველად და არ მომისმენია თქვენი პასუხი. იქნება თუ არა ეს არჩევნები ერთგვარი გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის, თუ ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ გაქრება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს ისეთი ღვაწლმოსილი პოლიტიკური პარტიები, როგორც არიან 4 და 5. ისე ნომრების კი სხვასა აქვს, ანუ აი რა ვიცი, შეიძლება ცინიკურია, მაგრამ 5 ნომერს, იმდენ 5 ნომრის სახელით ბატონ ტრისტან წითელაშვილი საუბრობდა. ვიღაც პოლიტიკური პარტიები აუცილებლად გაქრებიან. მე არ ვიცი, ვინც დარჩენას აპირებს, მაგალითად, ლელო ხო აპირებს დარჩენას, იმიტომ რომ ფული აქვს. იმ ტყუილებით, რომელსაც წინა საარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებენ, მანამდე აკეთებდნენ. დიდხნიან პერსპექტივაში როგორ უნდა დარჩნენ, მე ესეც არ ვიცი. ასევე ვერ ხედავ მაგალითად როგორ რჩება გახარიას პარტია, რომელსაც აი უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ მთლიან პროცესის განმავლობაში. და ერთადერთი რაც მგონია რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაცქოცურ დაპირისპირებაზე. ჩხუბზე უარს აცხადებს. თქვენ საუბრიდან გამომდინარე თქვენ და ქართული ოცნება რჩებით იქ. არ ვიცით, შეიძლება ახალიც წარმოიშვას. მე ეს არ მე ხო დღევანდელ პოლიტიკურ მას გეოგრაფიაზე ვსაუბრობთ. ამ პოლიტიკურ გეოგრაფიაში რასაც ხედავ, ვიღაცები მიდიან. ვიღაცები შეინარჩუნებენ და ვიღაცები მილევად რეჟიმში იქნებიან. ვიღაცა ახალიც მოვა. მაგრამ ჩემი აზრით ეს ამას დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპული მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ჩვენ გავიგოთ რამდენი პროცენტია ამ საზოგადოების, რომელსაც უბრალოდ მტრობის დამთავრება უნდა, ზიზღის დამთავრება უნდა და ჩვენ ასეთ ხალხს ველოდებით ჩვენთან. იმიტომ რომ მართლა ერთადერთი ხალხი ვართ, რომელიც ქართულმა ოცნებამაც, ლელომაც, რომელსაც ამდენს ვაკრიტიკებთ, ნაცებმაც კი ყველა მიციან, რომ ჩვენ მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენთ. იმ გაგებით რა გაგებითაც ერთმანეთისთვის წარმოადგენენ საფრთხეს. და აი ამის მიხედვით რამდენი პროცენტ შეუძლია ამ ქალაქის, რომელიც არჩევნებზე მივა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცნობის მოყარებით უყურებ 4 ოქტომბერს. იაგო, საინტერესო არის გარე აქტორების როლს როგორ ხედავთ ამ პროცესში? მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, რომ გია ბარამიძე და გიგა ბოკერია ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ გია ბარამიძემ თქვა, რომ მათი საუბრეს მათ შორის 4 ოქტომბრის აქციაზე. ფაქტია, რომ ელჩი არ აკეთებს არავითარ განცხადებას ამ დრომდე და ასევე ალბათ გასახსენებელი არის მედიით ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარია მაგალითად კალაძის ბანერის დაზიანების შემდეგ უკვე შეხვდა ნიდერლანდების ელჩს. მაინტერესებს თქვენ რატომ არ გწყალობენ გირჩს გულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები? რა არის ეს? არ გვივარ გამემგო. არ ვიცი, მე სხვადასხვა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ეს ამბავი გვაწუხებდა. ვერაფერს ვერ ხსნიდით. რამდენჯერაც ვიკითხეთ, იმდენჯერ პასუხისმგებლობდით, რომ აი გირჩი ხო არის და აღმოჩნდებოდა, რომ მე გვარამიას პარტია იყო მიწვეული ამ რაღაცაში და ჩვენ ზურა გვეგონა გირჩი და რაღაც. ეს იყო ბევრჯერ, მაგრამ მე თითქოს იყო იმის შესახებაც საუბარი, რომ უკვე განსხვავებას მიხვდნენ. თქვენზე არდებენ, აი ეს მოცემულობა რა არის მიზეზი როგორ? მე მგონი არაკვალიფიცირება უფრო მგონია მიზეზი. აი ჩემი დაკვირვებით, იმიტომ რომ არაკვალიფიცირება ნიშნავს იმას, რომ საკმარისი დრო არ დაუთმო გაერკვე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ დეტალებში და ნიუანსებში. ან კონტექსტი არ გაიგო სწორად, ან რჩევა მიიღო იმ ხალხისგან, რომელიც არ არიან ობიექტურები ინფორმაციის მიწოდების დროს. რა, პირველად დაუშვიათ ეს შეცდომა თუ მეორეჯერ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, თელმა ამ NGO სექტორმა ახლა როცა ოდნავ კრიზისი დადგა, მათთვის აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს ხალხი იყვნენ თარჯიმნები. და თარჯიმნები აიყვანეს ქართველი ხალხისთვის რეფორმების დასანერგად თუ სიახლეების გასაცნობად ჯერ კიდევ 90-იან წლებიდან. 90-იან წლებიდან იყო ეს შეცდომა დაშვებული. ამ შეცდომას სამწუხაროდ ხშირად უშვებენ საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც ადამიანებს იმ რეპუტაციის მიხედვით კი არ არჩევენ, რაც ამ საზოგადოებაში აქვს. და იმ კვალიფიკაციის მიხედვით, როგორცაც მას თვლიან მისი საზოგადოების წევრები. არამედ იმის გამო, რამდენად კარგად გესმის შენ ვიღაცის ენა. და ასე მოხდა ფაქტობრივად მთელი ქართული
რაღაცა NGO სექტორის ჩამოყალიბება ისეთი ადამიანებით, რომელსაც დიდი კავშირი ამ საზოგადოებასთან არ ქონდა, აცდენილი იყო ამ საზოგადოების მოთხოვნებს და თქვენ გესმით ალბათ ამ საზოგადოებაში ცხოვრობდით თქვენც და NGO-შნიკები იყო რაღაცა უცნაური კატეგორია და ისინი ყველაზე ქართველებად არ ითვლებოდნენ. მათ თვითონ ჰქონდათ ასეთი იმიჯი. თვითონ იყვნენ ისინი ასე მოწყობილები და როცა საქმეზე მიდგა, ერთი სული შეუბარა ქართულმა ოცნებამ და აღარ არსებობენ ფაქტობრივად. ხო და აი, როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით ამას, ეს ჩვენ გვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებზეც. ანუ ჩვენს ხო რაღაცას ძალიან იშვიათად, მაგრამ ხო ქონდა ამის შესაძლებლობა. მაგრამ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმდენად მცირე იყო და იმდენად პატარა ნაკადული თუ აწვდით ინფორმაციას, რომ იმ პროპაგანდის ნიაღვართან, რომელსაც უბრალოდ დიდი ხნის განმავლობაში 2020 წელსაც კი ჩვენ პარლამენტში შევიდით 2021 წელსაც კი ფაქტობრივად ერთნაირად აწვდიდნენ ქოცები და ოპოზიცია. ანუ პროპაგანდის ნიაღვარი რომ ყველაფერი კარგად არის აქ და ჩვენ ამაშვებით და ჩვენ ამაშვებით იმათ მისდიოდათ ორივე მხრიდან და ჩვენ ამას ვერ ვარღვევდით. მე უფრო ამას ვაბრალებ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ არჩევნების მერე ჩვენ ისეთი შედეგები გვექნება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვერდს ვეღარ აგვივლიან და ვეღარ იტყვიან იმას, რომ იცით რა ვიღაცაში შეგვეშალეთ. ამიტომ გვინდა რომ ხარდაჭერა ვთხოვოთ თბილისის საქართველოს მოსახლეობას, სადაც 36-ს ნახავთ ყველგან, რომ ჩვენ მქონდეს ისეთი წონა, რომ ვერც საერთაშორისო პარტნიორები და ვერც შიდა პოლიტიკური პარტნიორები იმას ვერ გვეუბნებოდეს, რომ ვერ გამოვრჩით, ან შევეშალეთ, ან ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ია გუჩია, გირჩის ტრიდერი იყო ჩვენი სტუმარი.